მოგესალმებით, მეგობრებო, მეორე ნაწილი მინდა ჩაგიწეროთ. ჩავინთვარე ჩვენთან ასტროლოგიაში ლილიტი, როგორც დაფარული არაცნობიერი პროგრამების, ტრაუმული პროგრამების, რომელიც აჩვენებს როგორც საგვარეულო ენერგეტიკულ ველს, რა არის ენერგეტიკული პროგრამა ნეგატიური კონტექსტით და რა არის კარმა ასტროლოგიაში თუ შევხედავთ, რა არის კარმული ნეგატივი წინა ცხოვრებების დაგროვილი ესეთ რო ვთქვათ პოლარობები, იმიტომ რომ ლილიტი ყოველთვის აჩვენებს პოლარობებს, იმიტომ რომ ყველა ნიშანს აქვს თავისი პოლარობა და შემთხვარე ეს არის ყველაზე ნეგატიური გამოვლენა, ყველაზე ნეგატიური გამოვლენა ნიშნის, ზოდიაქოს ნიშნის. ზოდიაქოები ჩვენთან რა თქმა უნდა სიმბოლიკას ატარებს, სიმბოლური აზროვნება არის ზოგადად ასტროლოგია და აი ამ სიმბოლიზმის ქვეშ, რომელიღაც ნიშანს ვაპარაკობთ, ამ სიმბოლიზმის ქვეშ გამოიყენება ჩვენთან მთელი ერთიანი სისტემა ამ ენერგიასთან დაკავშირებული, ესე რომ ვთქვათ, ხო? პლუტონი, მორიელი, მერვე სახლი ჩვენთან ერთი და იგივე არის. ეს არის ერთი და იგივე რა, ანუ პლანეტა პლუტონი მართავს მერვე სახლსაც და მორიელი ზოდიაქოს. ეს პლუტონისთვის დამახასიათებელი მთავარი ენერგია ეს არის ტრანსფორმაცია, ეს არის გავლენები, ეს არის ღრმა ემოციები, ენერგეტიკული გავლენა, ენერგეტიკული პრაქტიკები, ასევე პლუტონთან არის დაკავშირებული ძალაუფლების თემები, სიღრმეები, ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, მაგალითად, ჰიპნოთერაპიები, ყველაფერი, ანუ იქითა სამყაროს კვლევა, ეზოთერიკა, სიკვდილსიცოცხლის თემატიკა, დიდი ფული, მაგალითად, პლუტონური ენერგია არის, გავლენები, ეს ყველაფერი არის პლუტონის ენერგეტიკა. პირველ ნაწილში აგიხსენით შავმთვარეზე ზოგადად რა ენერგია არის შავმთვარე მორიელში, მერვე სახლში თუნდაც და პლუტონი, როდესაც არის შავმთვარესთან ასპექტირებული. შეერთება ყველაზე ძლიერი არის, ოპოზიცია შემდგომ ხარისხში ასევე ძლიერად მუშაობს და კვადრატურა ასევე მუშაობს, ხო? თუმცა, რა თქმა უნდა, შეერთება ყველაზე ძლიერი შეიძლება აქ იყოს. რა შეგვიძლია ახლა თქვათ უფრო თერაპიულ პრაქტიკებში, როცა მე უშუალოდ მაქვს ამ შავმთვარის ენერგიასთან შეხება, რა არის პლუსები, რა არის მინუსები, რა არის ტრაუმები, მაგალითად, რას უნდა ვეცადოთ, რომ გავუმკლავდეთ, ხო, აი ამ შავმთვარის ცდუნებებს, ან საერთოდ დავინახოთ. ეხლა მე იცით, რომ ასტროლოგიას უფრო თერაპიულადაც ვიყენებ, ზოგჯერ დადიან თერაპიულად ჩემთან ასტროლოგიური კუთხით, მაგალითად, ცხოვრობთ ასპექტებს ხოლმე, შიგნით აი ცხეულებრივად ვიწყებთ ხოლმე ამ ასპექტების გაცნობიერებას და არა უბრალოდ მშრალად ინფორმაციულად, ხო? და ასევე აი ამ პრაქტიკასაც გაგაცნობთ, ვთქვათ, როცა რა დამიგროვდა ამდენ 15 წელი ახლა ასტროლოგიაში ვარ და ამ წლების განმავლობაში რა დამიგროვდა, რა ცოდნა დამიგროვდა, რა პრაქტიკა არის ხოლმე, როცა თერაპიულად გავდიოდი და აი აღმოჩენები რო ყოფილა არაცნობიერში, მაგალითად მე ახლა ველაპარაკებ ახლა ამ მომენტში საშუალო დონეზე ჩვეულებრივი ლილიტი მორიელი, რომელსაც აქვს თავისი მიჯაჭვულობები, თავისი ჩვეულებრივი ტრაუმები, რომელიც რაღაცა ისეთ რაღაცას არ ქმნის ახლა, ხო? ძიმეს მაგალითად, მაგრამ სტანდარტული აი საშუალო დონის ლილიტი მორიელზე როცა ველაპარაკოთ, ან ლილიტი მერვე სახლიც რო ავიღოთ, რომელიც აი ესე ზოგადი ესეთ პიროვნული დამახასიათებლით არ არის არც ტოქსიკური, არც პრობლემური ადამიანი, მაგრამ თავის თავში რაღაცა აწუხებს. და აი თქვათ, თუნდაც ჩემთან მოდის, ან თუნდაც თერაპიებზე არის, ხო? რა შეიძლება აქ გამოვლინდეს მთავარი აი ესეთ დამახასიათებელი. ეს არის არაცნობიერში რო წავიდეთ, ხო? პლუტონიც და მორიელი ცხეთაშორის ყველას ერთი და იგივე ჩემთვის უთქვამს, რომ მთავარი რის საცდურშიც შედიან, ეხლა სუფთა თერაპიულ პროცესს გიყვებით, საცდურში გვაყოფებს ლილიტი, შევყავართ საცდურში და მე იქ იმის მოტივით, რომ აქ მე დაცულად ვიქნები და მორიელისთვის, პლუტონიანელისთვის, მაგალითად პლუტონი ლილიტის შეერთებისთვის ან მერვე სახლისთვის, მთავარი შეიძლება იყოს ან დიდი ფული, ან დიდი ძალაუფლება, მაგალითად, გავლენები, რომელსაც ასევე ფული ჭირდება. ნუ მანდ გადავდივართ კუროს ენერგეტიკაზე, რა თქმა უნდა, ანუ აღარ კუროს მოტივი აქვს, რომ მე რო სიამოვნება მივიღო ამისთვის, მინდა ბევრი ფული და დავაგროვო, რომ მე არ ვიმუშაო, ხო? აი იდეა ლილიტი კუროსი, ეს არის, იმიტომ რომ კუროს ენერგია შრომასთან არის დაკავშირებული, მორიელის ენერგია არის პირდაპირ უსაფრთხოებასთან, სიკვდილის შიშთან მივდივართ, როგორც კრიზისების შიში.
ეს არის სიღარიბის შიშით გარკვეულწილად ესე რომ ვთქვათ, და აქვს კურო და მორიელი ერთად ირთვება, ხო? აქ ოპოზიციურ ლიტებზეც გავაკეთე წიაზე ვიდეო, მინდა რომ ახლა მეორე ნახევარი ციკლიდანაც დაუბრუნდე ოპოზიციურ ლიტებს. მაგრამ ძირითადად მოდიან როგორ იცით, აი ვთქვათ, გოგოები შეიძლება იყვნენ, გაყვნენ ცოლად ვინმეს და რომ ჩაუღრმავდნენ, იქ არის უსაფრთხოება. სადღაც უსაფრთხოდ მინდა ვიყო. საბოლოო ჯამში უსაფრთხოების აღქმა აქვს არასწორი. იმიტომ რომ უსაფრთხოების საერთოდ ლილიტის ენერგია ეს არის ჩვენ გარედან გვინდა რაღაცამ უნდა მომცეს უსაფრთხოება. ვიღაც კაცებს აქვს მაგალითად რომ აი ბევრი ფული მინდა სიტყვაზე, ხო? ან დიდი გავლენები მინდა მქონდეს, მინდა ვიყო ან თანამდებობაზე, ან ბიზნესმენი მინდა ვიყო. სიამოვნებაში აქ არის ყოველთვის შიში, რამე კრიზისი არ მოხდეს ისეთი, რომ მე არ ექსისტენციალური საფრთხე არ დამემუქროს, ხო, სადღაც. და საბოლოო ჯამში ნახეთ ახლა პლუტონური ენერგია როგორი არის, რაღაცაზე დამოკიდებულება, აი ტაროს კარტი რო ავიღოთ, ეშმაკის არკანი. ეს არის სუფთა ლილიტური ენერგია. თხისრქა და მორიელი ჩვენთან ყველაზე მეტად გამოხატავს ეშმაკის არკანს. ზოგადად, თუმცა ზოგადად ლილიტის ენერგია ეშმაკის არკანი არის. ეს არის ძლიერი აკვიატება, ძლიერი მიჯაჭვულობები და ამ მიჯაჭვულობას როგორც წესი პირიქით ფეიქს რატო ეძახი ლილიტს, რომ ზუსტად ის ხდება მე საფრთხე ამ ადამიანისთვის, რასაც ეჭიდება. იმიტომ რომ ეს არ არის ხოლმე როგორც წესი სწორად აშენებული. ახლა მე რა დონეზე გიყვებით, იცით? აი რო ვიწყებთ ხოლმე ფსიქოთერაპიულად ჩაშლას არაფერი არ ჩანს, შენივრად ცხოვრობს ადამიანი, თითქოს პრობლემები არ აქვს, მაგრამ არაცნობიერში მის ფსიქიკას აწუხებს, რომ სადღაც ზუსტად დაცული არ არის, იმიტომ რომ იმათ ჩააბარა ხელში, ან იმ სისტემას ჩააბარა ხელში თავის დაცულობა, რომელიც მორყევადი არის. ანუ ფაქტობრივად გადის მე ლიტი მორიელი იმის შინში, რომ სრულყოფილი დაცვა არ არსებობს. ანუ მაინც არაფერი არ მაძლევს გარანტიას უსაფრთხოების, ხო? და საბოლოო ჯამში ახლა აგიხსნით, სად მიდიან ხოლმე სტანდარტული ლილიტი მორიელები, ლილიტი მერვესახლები, ოღონდ კარგ ვარიანტს გიყვებით. მე ახლა იმას ისეთ ლილიტ მორიელებს ან მერვესახლელებს ტოქსიკურებს არ გიყვებით, იმას კიდე ცალკე აგიხსნით, როგორები არის ახლა. აი ნორმალურად, მაგალითად იქ კეთილიც არის ადამიანი, კარგათაც ცხოვრობს ასეთ ისე, მაგრამ რაღაცა აწუხებს, ან დადის თერაპიაზე. ხო, როგორც წესი, რომ ჩაღრმავები ვართ, აი რა გაწუხებს, ხო? აწუხებს ზუსტად ეს, რომ სადღაც ნახეთ იმის გამო, რომ უსაფრთხოდ მინდა ვიგრძნო თავი, მე რისკს არ წევ. იმიტომ რომ ჩემთვის უსაფრთხოება, ანუ კუროში გადადიან სტაბილურობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არსებობა არის, აი როგორი არსებობას ვამბობ ხოლმე, იცი, აქ კუროს კუთხით, აი მყარად რო იდგე მიწაზე. აი ეს მჭირდება, ხო, რომ არაფერი არ დამემუქროს და ამის სანაცვლოდ როგონიათ, რომ ზუსტად ამ უსაფრთხოებას ვიღაცა აძლევს როგორც გარანტიას, ზუსტად ის ართმევს ამ უსაფრთხოებას. რატომ? იმიტომ რომ თვითონ ეს ადამიანი ლილიტურად ხდება დამოკიდებული ზუსტად ამაზე, ამ ადამიანზე მაგალითად. ან აქედან არის ხოლმე, ან შედიან თითქოს რომ კარგად ვარ, მაგრამ ამას თავის საფასური აქვს, აქაც პუროზე გავდივართ, რომ ამ რაღაცას რო გაძლევენ, აუცილებლად რაღაცას იღებენ შენგანაც, ხო? და მაგალითად შეიძლება, ანუ რაღაცის სანაცვლოდ გიწევდეს, აი ეს უსაფრთხოება მიიღო. მე მოდიან ხოლმე ლიტი მერვესახლელები ან პლუტონიანელები ან მორიელები, რომ აი მე თურმე ბევრს ვიხდი აი ამ ყველაფერში, ნეტა ჩემი ჩემექმნა. ნეტა არავიზე არ ვიყო დამოკიდებული, იმიტომ რომ მერვესახლის და მორიელიც ხო ეს არის სრულად შერწყმა სხვა ენერგიასთან. ანუ შენ დამოკიდებლად როგორც ენერგეტიკული ველი ვერ ფუნქციონირებ, ვიღაცა გინდა, გამოყენებაზე არის აქ აქცენტი. ვიღაცა გინდა ან გამოიყენო და სიამოვნებაში გამოყენებული აქეთ შენ გამოდიხარ. ხო, და ამ დროს გონიათ რომ მე ვიყენებ ამ სიტუაციას, იქ სამსახური კარიერა რო აი მე სადღაც რო აი მყარად ვიგრძნო თავი, განსაკუთრებით თუ მეათე სახლში არის ეს შემთხვევა, ხო, საერთოდ აქ მოდის პირდაპირ სტატუსის თემები, ხო? და ზუსტად მე ადრეც წინა ვიდეოში გითხარით, რომ ენერგეტიკული ველი აქ ძალიან სუსტი ლილით მორიელს. რატომ? იმიტომ რომ თვალს ხუჭავდა ემოციურ უსაფრთხოებაზე. ეს არის აქ ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ წყლის ნიშანი არის ლილით. წყლის ნიშანს ჭირდება ემოციური უსაფრთხოება და როგორც წესი, გარეგნული ფეიკი უსაფრთხოების
მოტივით შედის ემოციურ არასტაბილურობაში, ემოციური უსაფრთხოებას არ ყოფს. მაგალითად შეიძლება ხა ქალების უმეტესობა ჩემთან როგორები მოდიან, რომ არიან ურთიერთობაში ოჯახთანაც, სადაც ემოციურად მას არ უთხრდებიან, მის ემოციებს არ აქცევენ ყურადღებას, მაგალითად, არ აქცევენ რას ნიშნავს. აი შეიძლება ადამიანს აქვს თავისი ღრმე, აქვს თავისი, ეხლა წყენებზე კი არ ვაპარაკობ უფრო, აი ემოციური უსაფრთხოება არ ქონდეს. ეხლა მე ვყავს შავმთვარე მორიელში და რამხელა ასაკში მივხვდი, რომ ირგვლივ ვისთანაც რატომღაც არ მინდოდა ურთიერთობა, მივხვდი, რომ უბრალოდ ემოციური უსაფრთხოებას არ მაძლევენ. და მე კიდე მეგონა, აი პირადი გამოცდილებითაც გეუბნებით ამას, ხო, რომ აი მე თვითონაც შევეჯახე თერაპიულად და სხვათა შორის თავიდან რომ ეს თერაპიულ პრაქტიკაში ვიყავი ლიტმორიელებთან, ყველაზე მეტად მათ დამანახეს კიდე უფრო ღრმად. რომ რეალურად ემოციური უსაფრთხოება არ მქონია მაინც დაცული, ანუ ვარ ისეთ ხალხთან ხოლმე, რომელიც საერთოდ არ ცნობენ კი არა, აი სტრესულად შეიძლება მომყოფებენ ემოციურად, ხო? და დავიწყე მე ამისი გაფილტრვა. მე იყო ხოლმე რომ აი რომ მეუბნებიან ხოლმე ადამიანები, იქ წამოდი, აქ წამოდი და ვაუ, ახლა მე იწყებს ხელზე მოსმენას. ახლა აი იქ რო წავიდე. იმ ადამიანთან მე უსაფრთხოდ ვიქნები ემოციურად, თუ არა აღარ ვაძალებ თავს. და ის ყველაზე მძიმე არის, როდესაც სერიოზულად დამოკიდებულები არიან ასეთ ადამიანებზე. წარმოიდგინეთ, ან ოჯახის წევრთან, ან მშობლებთან ხარ, ან სამსახურში ხარ, მაგალითად, სადაც დამოკიდებული ხარ იმ სისტემაზე, ან იმ გარემოზე, რომელიც ემოციურ უსაფრთხოებას არ გაძლევს, ხო? ან არიან ისეთ გარემოში, სადაც ენერგიას უფრო კარგავენ, ვიდრე იღებენ. აი ეს კატეგორია კიდე ცალკე არის შავმთვარე მორიელში, რომელიც ხშირად ხვდებიან. მართალი რო გიხართ, საკუთარი გამოცდილებითაც ამას გეუბნებით ხოლმე. და მე მქონდა, იცით როგორი მომენტი, რომ აი ლილიტი მორიელი გადადის კუროს ენერგიაში და დიდით მენა თვენის ვალდებულება ესე ვამბობ ხოლმე. ძალიან ბევრს ითმეს, იტანს, აი ამტანი ენერგია, კურო ლილიტსაც ეს ახასიათებს, შეიძლება ძალიან დიდი ხანი ითმინოს იმასაც აქვს უსაფრთხოების გამო, ოღონდ იმას ფინანსური უსაფრთხოების რომ ან არ ვიმუშაო მერე, ან სიმძიმეები არ ავიღო საკუთარ თავზე ემოციური, მაგრამ მორიელს აქვს უფრო როგორ რაღაც იცით, რომ აი მე მოვითმენ და აქ გადავდივარ უკვე, აი მე მქონდა ეს, რომ აი მოვითმენ, ჩემ ხარჯზე ცოტა ხმაური არის იქიდან არა ბანერაშიც. ისვის ჩემი ხმა. და ემოციური დაბლოკვა შეიძლება მიდიოდეს საკუთარი ემოციური სტრუქტურის, რომ აი ავიტან, აი მოვითმენ, ხო? და შეიძლება ამ დროს იყოს თან ლიტმორიელს არ უყვარს დაძაბულობა, არ უყვარს ნეგატიური ემოციები. ან მეორე კატეგორია, რომელიც დატენილი არის ნეგატიური ემოციებით და გარემოზე, ეს პირველი დონე არის ლიტის, ჟირინოვსკი თუ გახსოვთ, რა გამოდიოდა და მთელ თავის ნაგავს ხალგარ ყრიდა. აი ეს და სალავიოვი ეს უკვე ბოროტი ლიტიმორიელი არის. ის ჟირინოვსკი შტერილი ლიტიმორიელი იყო. ხა იგოლახტელად რო გითხოთ, ცელინავერძი ქონდა ყავდა თან და ცოტა ესე გულუყვილო შტერი ლიტიმორიელი იყო, მაგრამ სალავიოვი აი კარგად აი ისეთ ლიტიმორიელის გაბრაზებული, აი რო ცრის ადამიანს ბოროტება და ბოხმა, ეს არის პირველი დონე. გეცოდინებათ ალბათ რუსი პროპაგანდისტი. ეს ჩვენთან რო არიან ხოლმე ეს სამთავრობო მედიის პროპაგანდისტები, იქიდან არის დაკოპირებული და ნუ იქაც ყავთ ესეთი მთავარი პროპაგანდისტი. ოღონდ ის გაბოროტებული არის, ხა? ეს არის ლიტიმორიელის პირველი დონე, ესე რა გითხრათ. და აქედან როდესაც შევდივართ ხოლმე ამ ლილიტის აი ამ თემაში, რომ მე ვითმენ, რო ჩავჯდა რო ართ აი დაგველაპარაკები ახლა ხალხთანაც რომ მქონია ესეთ შეხვედრა რომ ითმენს, აი აქ ძალიან საინტერესო რაღაც შემოდის. ნუ გავდივართ აუცილებლად ბავშვობის ტრაუმებზე. ლილიტი მორიელი არის ხების ენერგია, გარემო ველი, ენერგეტიკული ველი, მე რო სახლიც იგივეა. როგორც ერთი ეს იყო ან მოთმენა, ან არაცნობიერად შეიძლება ქონდათ როგორი ენერგია, იცით რომ მე უნდა სხვების ემოციები დავიჭირო რადარით. რომ მე ემოციურად უსაფრთხო ვიყო, ან მოვერგო. ხალით მეხუთე სახლის განსაკუთრებით ახასიათებს ეს, რომ ვითამაშო და მოვერგო იმისთვის, რომ მე ემოციურად უსაფრთხოდ ვიყო.
ან მაგალითად არაცნობიერად აქ უკვე ეზოთერიკაზე გავდივართ ენერგეტიკულად ხშირად ყოლია ლიტმორელებთან ან მერესახლებთან ესეთის რომ ზღვის ენერგეტიკაში შედიან და თითქოს არის ამ შავ მთვარის ახასიათებს დეფოლტად უნდა წმინდოს ზღვისი ნეგატივი. ხშირად არის ხოლმე ესე თერაპიულ პრაქტიკაში რომ შევსულვართ რომ მიმხვდარან რომ აი ძალიან არაცნობიერში არის ზოგს პირდაპირ ორგანოში სხეულთან გააჩნია თუ მესამე სახლიანი ლიტი აი აქ სანათესა კვანძი და ჰაერისტიკია შეიძლება იყოს თუ პირველი სახლი არის თავიზონ აი ეგრევე ქონიათ როგორ რაღაც ისე შეგრძნება რომ აი აქ ამ ნაწილში სხვისი ენერგეტიკული ველი ზის და მე ამას დეფოლტად წმინდავდი თურმე სულ აი ლილით მეხუთე სახლელებს თითქოს გულის ჩაკრასთან აქვთ რომ აი სულ წმინდავს სხვის ენერგიას მაგალითად ხო ეს არის მარტო მერესახლი პლუტონი და მორიელი. თან პირველი დონის ლილიტები თვითონ არიან რომ აი ზღვის ველში შედიან, მაგალითად აბსოლუტურად უკონტროლოდ ხდება. ეს ლილიტი არის ზუსტად ის აი აქ ეზოთერიკაში ამიტომ გავდივართ უკვე მესამე დონეზე როცა ვლაპარაკობთ, ახლა მაღალ დონის ლილიტზე კი არა, აი უფრო მაღალ სტრესზე როცა ახლა ბავშვობის ტრამვებიდან რომ ამოვდივართ საგვარეულო კარმიდან უკვე ენერგეტიკულ ველში შევდივართ ლილიტის ასახსნელად, ხო? აქ შევდივართ ის რომ ადამიანი როგორც კი ზღვის ენერგეტიკაში შედის იქ ან იკარგება საერთოდ მაგალითად ხო თავისი რა არის ვეღარ გრძნობს ჩემი ზღვისი ეს საერთო ხდება ამიტომ არის ლიტმორიელზე ზოგჯერ ამბობენ რომ ზღვის ფულს ითვისებს ან თავის ფულს ხვებს ახარჯავს ახლა ლიტმორიელმერვე სახლელები ბევრი არიან ვამბობ რომ ან ზღვების ენერგეტიკაზე ჯდებიან და აცხოვრებენ მასებს, იმიტომ რომ მერვე სახლი არის მასების ენერგეტიკული ველი, ხო? და მე მყოლია ესეთი მერვე სახლელები, ლილიტები, რომელიც აი იჭრებიან შენ ენერგეტიკულ ველში ძალით, რასაც ქვია და გაცხოვრებენ თავიანთ ნეგატივს. და ან მეორე კატეგორია, რომელიც ხვის პრობლემებს იკიდებენ ზურგზე და თვითონ წმინდავენ, მაგალითად პარტნიორის ვალებს იხდიან, მაგალითად ხალებს განსაკუთრებით ის ახასიათებს, მაგალითად ბიზნესში სადღაც პარტნიორები ცუდად მოიქცნენ სიტყვაზე და ფულში გადააგდეს თემები არის, ხო? ანუ ზღვის ენერგეტიკასთან რაღაცა პრობლემები ყოველთვის ჩნდება. რატომ? იმიტომ რომ ჩემი შენი ამას მორიელი საერთოდ არ ცნობს, საერთოა ყველაფერი. საერთო ენერგეტიკული ველი არის. მაგიტომ არის თქვა ელენა მორიელების პირველი დონე ლიტერატურად რო იყენებენ, ითვისებენ ზღვის ფულს ძალიან კარგად. ზღვის ბიზნესებს, ზღვის ენერგიებს და მართავენ მე ძალიან კარგად. იმათთან ეს კარმულად მოსულა ზღვის ენერგიაში შესულა და ლილიტის შემთხვევაში აქ გვაქვს დიდი ილუზია. შევდივართ ზღვის ენერგეტიკაში დეფოლტად, არც გვიკითხავს, უნდა მას დახმარება არ უნდა. არ ვიცით ჩვენ თვითონაც რომ ჩვენ ენერგიას ვაძლევთ აქ იმ ადამიანს, ხო, სადღაც და როგორც ყოველთვის პრაქტიკული ასტროლოგიით და პრაქტიკული თერაპიებიდან ლილიტის ზონაში რომ შევდივართ, ეს არის ორმო, უძირო, სადაც ყრით ბევრ ემოციას და აზრი არა აქვს. საერთოდ ყველა ვყრით, აი ხო ბევრი ლიტმორიელისთვის ან მერვე სახლელისთვის, ანუ იგივე კომბინაციას გვერდს ხო ხშირად მithქვამს, რომ ხა ჩემთან მოდიან უფრო მაგ კატეგორია, ხო, რომელიც უფრო ენერგია არასწორად არის მიმართული, მაგრამ ეს დამაზიანებლად კი არა, უბრალოდ აი გაედინება ენერგია არასწორად და ვერ ხვდები, რას ვაკეთებ არასწორს ხშირად ამბობენ ხოლმე, ხო? და მანდ გავდივართ, რომ ზღვის ველში რომ მე შენ დაგეხმარები, არაცნობიერში არის პროგრამა, რომ მე უნდა დაგეხმარო, მე უნდა შენ პრობლემები მოვაგვარო სიტყვაზე, რომ მეკითხე რატომ? ან რატო მიეცის სასიყვარულო სფეროში ამდენი ემოცია ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ეს, ხო? ანუ შეიძლება ვერც კი ხედავს ამას, რომ შენ ამას აძლევ. ანუ ლიტის ზონაში ჩვენ ვატენით ადამიანებს იმ ენერგიას, რომელიც საერთოდ არ ჭირდებათ. არც გთხოვენ. ხო, ეგ არის ყველა ლილიც ეგ ახასიათებს, ან ვიღებთ უკონტროლოდ სხვებისგან და ვაძალებთ, ან ვაძალებთ ხოლმე, ან ვართმევთ ხოლმე ეს პირველ დონეზე როცა ვლაპარაკობ, მაგრამ საბოლოო ჯამში ლილიტის შემთხვევაში მორიელში ეს არის საზღვრების უქონლობა. ანუ მე სადღაც სხვების საზღვრებში ისე შევდივარ, ეს რა არის? სხვების საზღვრებში ისე შევდივარ, რომ არ ვეკითხები, ეგება და არ უნდა ამ ადამიანს დახმარ. მე მქონია ეგრე, რომ სხვა შეცხოველებს უფრო მაგიტო ვეხმარები ხოლმე, რომ მათ კი ვიცი, რომ უნდა დავეხმარო. სხვა შემთხვევაში, თუ არ მოდიან, ხოვნით, რომ აქ მე დახმარება მჭირდება, არავის გაწმენდვა
ის საჭირო არ არის. აი ეგ არის მთავარი ფეიკი ლილიტის ხოლმე და თერაპიულად ხშირად ამას ვამუშავებთ ამ ლილიტის ხალხთან, სხვების საზღვრების გაცნობიერებაში პირველ რიგში საკუთარი საზღვრები, ენერგეტიკული საზღვრები დაიჭირონ თავის თავში, იმიტომ როგორც ეს ზუსტად ეს ენერგეტიკული საზღვრები არ აქვთ. ანუ უკონტროლოდ ხდება სხვის ენერგიაში შეჭრა და ასევე უკონტროლოდ უშვებენ საკუთარ ენერგიაში ვიღაცებს, ხო? აქ თუ არის რომ მე უნდა დაგეხმარო, არაცნობიერში პროგრამა არის უკვე რომ მე შენ უნდა გადაგარჩინო, ან მე შენ უნდა გიშველო, რატომ არაცნობიერში ასევე დევს ტრამვა, თითქოს რომ აი სულ გონიათ რომ დამნაშავეები არიან რაღაცაში. ყველასთან ეს არ არის, მაგრამ ძირითადად არის ხოლმე დანაშაულის შეგრძნება, რომ მე არ ვარ საკმარისად კარგი. სიამდვილეში მან ჭრილზე გავდივართ, რომ საკუთარ მორიელურ ლილიტურ ბუნებას არ იღებენ. და მორიელური ლილიტი ჭრილთან შეხვედრაში ეს ადამიანი არაცნობიერში თუ მიიღებს ინტეგრაციას თუ გააკეთებს ლილიტს, ეს იქნება ძალიან ჭკვიანი ადამიანი, ძალიან სტრატეგიული, მაგალითად. შეიძლება ახლა ბევრი ლილიტ მორიელთან მქონია შეხვედრა, რომ მოიცილო ყველაფერი, ვისთან იქნებოდი და ვერან ვერ მიქაჩავს, არ მაინტერესებს, აი აქ მიდიან ხოლმე, ხო? იმიტომ რომ მორიელი ეს არის როგორი რაღაც იცით, რომ სიღრმეში ვხედავ ყველას და ყველა ვიცი ვინ არის და აღარ მაინტერესებს. და ამის ეშინიათ ხოლმე, ანუ საკუთარი ძალის შიში არის, ხათაშორის პლუტონის სატურნის შეერთების ხალხს რაც აქვთ, დაახლოებით მსგავსი არის ოღონდ უკვე ლილიტურ თემასთან სიბნელის ტკივილის შიში, ეს წინაცხოვრებების თემა არის წინა ვიდეოშიც გითხარით, იმიტომ რომ აქ მოხდა ძალიან დიდი სიბნელი, ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან დიდი ღალატი, ხო? ახლა მორიელი პირდაპირ ნეგატიური კუთხით მას ძალიან ცუდად უღალატეს, ხო, სადღაც და ნუ მან ესე აღიქვა, მაგალითად და აი აქ ახსოვს ბნელი ბუნება, ნუ იქ გააჩნია სახსაც, მაგრამ გარემოსი და არ უყვართ, ანუ შიგნით რო ჩაუღმავდნენ ლიტი მორიელებს, სველოდებიან, ღალატს უეკლდებიან, სიბინძური არ დაინახონ ვიღაცეებში, ან შავი რამე არ დაინახონ, სიამოვნებაში თავდაცვაში არის მუდმივად, თავდაცვა საერთოდ კეჩხები და მორიელი ჩვენთან თავდაცვასთან არის კავშირში და როგორც წესი სულ თავდაცვაში არიან, ხო, ენერგეტიკულ თავდაცვაში, მაგრამ თუ მოადუნეს თავდაცვა, ზუსტად ისე ტოქსიკურ შეიძლება გადაეყაროს, რომელმაც ენერგია მთლიანად გამოაცალოს, იმიტომ რომ მე დიდი ხანი თუ ვიკავებ მე ამ კონფლუენციისგან თავს სიტყვაზე, ან ეს მაინც ჩემდა უკონტროლოდ მაინც გაედინება ენერგია, მაგრამ მე არის როგორი მომენტი, იცით, რომ მე მქონია ზოგს, რომ მე ძალიან მომენატრა, რომ მოვდუნდე და ვენდო ვიღაცას. და მე რაქშაში ხვევიან ხოლმე როგორც წესი. იმიტომ რომ როდესაც მე რაღაცი ძალიან მეშინია და იქ არ შევდივარ, ის გროვდება, კარმა გროვდება და აი როგორ რაღაც გროვდება, იცით, რომ მე აქ არ გავიზარდე. მე უბრალოდ სულ თავს ვიცავ და კარგი მორიელი აი თვითონ უფრო ისე რომ დავაკვირდეთ, ხო, კანათელ ენერგიას. მაგალითად, კრიზისის შიში ხო არის ლიტ მორიელში. ყველაზე კარგი აი ესეთი მორიელის პროგრამის ყველაზე ნათელი გამოხატულება ეს არის ნორვეგია. სერიოზულად, ბევრი კრიზისები გაიარეს და ყველაზე კარგად უსაფრთხო სისტემა აქვს შექმნილი. და ძალიან ბევრს მუშაობენ ზუსტად რომ რაღაც ისეთი არ მოხდეს. ნუ ისეთი ადგილიც არის, რომ მან უნდა იყოს ყველაფერი გათვლილი უნდა გქონდეს. წინასწარ, ანუ კარგი მორიელი რას აკეთებს? წინასწარ მთლიანად გათვლის ყველა რისკს და უბრალოდ არ ემართება კრიზისები. და ლიტ მორიელი რა არის, რომ სულ იკავებს, სულ ეშინია, მაგრამ არ ემზადება სინამდვილეში ამ კრიზისებს. ახლა ახალგაზრდები რომ მოდიან ხოლმე ჩვენთან და ეხლა მთელ რუკას უყურებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ლილიტს რომ ხედავთ, პირველი ვეუბნები, რომ უსაფრთხოებისთვის გჭირდება მთელი შენი ნიჭი უნარები გამოავლინე, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერები არიან ლილიტ მორიელში, არის ძალიან დიდი რესურსები, დიდი ფინანსური რესურსი, მაღალი ენერგეტიკული ველი არის, ძალიან დიდი მაგნეტიზმის ველი არის, აი მომნუსხველი ენერგეტიკული ველი აქვს, იმიტომ რომ აი ეს მძაფრი ღრმა ემოციები, ხო? ეს ენერგეტიკული, როგორ გითხრათ, მომნუსხველობა, მაგნიტური, ხლა ის მაგიურს ეძახიან ხოლმე, მაგრამ მაგნიტური ზემოქმედება სხვებზე ძალიან კარგად მუშაობს. სხვათა შორის სექსუალური კუთხითაც ძალიან ძლიერი ენერგეტიკული ველი აქვს, სხვათა შორის ემოციური კუთხითაც დიდი ენერგეტიკული ველი აქვს. ანუ მართლა აქვს, ეხლა პლუტონი ლილიტი ხო საერთოდ არის ძლიერი ენერგეტიკული ველის
მქონე ადამიანი, რომელიც სხვები ეგრევე გრძნობენ ამ ადამიანებს. ხო, ძალიან ისეთი უნდა იყოს, არ ვიცი, ძალიან რაღაცნაირ ამ ენერგიას თუ ვერ იყენებს, არ ვიცი, ხო? აი, ხშირად მსახიობებსაც ვახსენებ ხოლმე, ვთქვათ, ამ ლილიტით, რომ მიხვდეთ აი როგორ ჯონდებზე ხშირად ვამბობ, როგორი მომნუსხველი სექსუალური მამკაცის თემა არ არის, მართლა გითხრათ, საერთოდ ეგ თემა ცოტა ისეთია, მაგრამ აი დრამას ხედავ მე მასში, ხო? და ბევრისთვის ეს არის უბრალოდ სექსუალური ენერგია, ხო, მიმზიდველი ენერგია, ხო, აქ უფრო ამას ვიძახით ხოლმე. და შეიძლება ძალიან დიდი მომნუსხველი ენერგია გქონდეთ და ძალიან კარგადაც იციან, რომ მომნუსხველი ენერგეტიკა აქვთ, მაგალითად, მაგრამ გამოცდილება კარმული არ აქვს ზუსტად, რომ აი შეიძლება მიიწებონ ადამიანი, მაგრამ მალევე მიხვდნენ მაგალითად, რომ ამ ადამიანთან ბევრი პრობლემა შეიძლება იყოს, ხო? მე გულისხმობ თვითონ ლილიტმორიელები ან ლილიტი პლუტონის შეერთებები ძალიან ინტენსიურ ემოციას ითხოვენ, ძალიან სიღრმეს ითხოვენ და ზოგს არა აქვს ამის უნარი ხოლმე, რომ ხა ესეთი სიღრმის გაზიარება შეძლონ, ხო? ან არის აქეთან მხრიდან უნდობლობა. მაინც და ის სულ გოგონია ლილიტმორიელთან რო ხარ, რაღაცა ჩაფარული აქვს, რაღაცას ბოლომდე არ ამბობს. სადღაც სულ ჩაკეტილი არის შინაგან, აი ესეთ ენერგეტიკულ ველში. ზოგთან ესეც ვლინდება ხოლმე, რომ ბოლომდე თითქოს არ გენდობიან ემოციურად, არ იხსნებიან სიტყვაზე, ხო? თუმცა თუ ახლა ლილიტი მორიელი გაიხსნა ენერგეტიკულად, მას უკვე როგორ აქვს, იცით, რომ საკუთარ თავში აქვს უკვე ძალა ნაპოვნი და უკვე აღარ ინტერესებს. ეს უკვე აი როცა თერაპიულად მუშაობს ადამიანი თავის თავზე ლილიტი მორიელი, მას უკვე აღარ საზღვრების დაცვა ძალიან კარგად იცის და თუ გაიხსნება და რაღაცა სიტყვის, ეს უკვე ნიშნავს, რომ სულ არ აინტერესებს იქიდან რა მოყვება. აღარც ღალატის ეშინია, ეს დამუშავებულ ლილიტს გეუბნებით, აღარც ღალატის ეშინია, აღარც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები აღარ აქვს, ანუ ის უკვე თავის თავში რაც უნდა იყოს სინამდვილეში მორიელის ენერგეტიკა, რომ საკუთარ თავში იმდენად მყარად, ენერგეტიკულად მყარად ვიყო, მე ხვის ენერგიაზე არ უნდა ვიყო დამოკიდებული და რა არის ეს? ვიღაცა რაღაცას მეტყვის, აუ შენ ისეთი ხარ, ესე არ მაინტერესებს, ხო? ემოციურად არ მიჭერს. ცოტა დაუმუშავებელი ლილიტმორიელებს რა აქვთ, რომ შეიძლება ვიღაცაზე გაჭედონ. ისეთზეც, რომელიც ზუსტად აი გოგოებსაც, ბიჭებსაც ქონიათ ეს. ზოგი ახლა ბიჭები მიდიან ხოლმე აი მოთამაშეები არიან, მაგალითად, ახლა წინაზე ერთ გოგოს უშლიდი კარტს. და ცოტა თერაპიულად ისე რა, ჩემ მეგობარს ახლა ეს სესია არ იყო. მეგობარს და ვიღაცა ტიპზე მკითხა და ხარშალე კარტი და ამოდის კოშკი, ხა ვიცერკოვით ტარაში, ეს 7 ხვლები და ეშმაკი და ვეუბნები რაღაცა თან მე იქ ერთი ესეთი ქურუმი ხალი იყო თავში და რაღაცა დაფარული ჩამოენგრა მეთქი თითქოს რაღაც დიდი ტყუილი გამოაშკარავდა მიჯაჭულობაზე მეთქი და რა ხდება თქო და თამაშობდაო და ეს გასკდაო ეს ამბავიო და მე ჩოქში ვიყავი არ მქონდა მიზანი რომ რაღაცა უბრალოდ თითქოს ესე ცდილობდით რა ენერგეტიკულად დამეხსნა რა თქვა დაგვენახა ადამიანი და მე ვიყავი შოქში ხო და როგორც წესი აი ეს მოთამაშეთება ხა ისე გამახსენდა სხვა ჟურის წინასწარ მყავდა ტაროლოგი და ძალიან ბევრ რჩევას მაძლევს ხოლმე და ეხლა აქ ოქტომბერში კურსი ტაროსი თერაპიულად აი მე როგორი კურსიც ამაქვს ასტროლოგიის ფსიქოთერაპიულად რო სწავლობთ და მთელი ამბებით ეს გოგოც აკეთებს ეხლა აი ამ კურსს და ერთეული მაგ როდის დაიწყება მეც ვიღებ მონაწილეობას ამ ტაროს კურსში იმიტომ რომ ტარო საერთოდ გამაუცა ისეთი საინტერესო ენერგეტიკული თემებში ისეთი რაღაცების დაჭერა იყო ჩემთვისაც რომ აი მართლა რომ ძალიან მინდა ეს ცოდნა გავიღრმაო და ეს მარი მყავდა წიაზე ვისაც არ გინახავთ მისი ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ 25 წლიანი გამოცდილება აქ ტაროში და ჯადოქარი არის ეს გოგო და მოკლედ კურსი იწყება და მეც დიდი სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას ვისაც გექნებათ სურვილი ივენტს დავდებ და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ერთსული მაგ დავიწყო ეს მოკლედ ამ ტარომ ესეთი საოცრება მაჩვენა რომ თუ ეუბნები ამ გოგოს რომ გასკდა მისი ამბავი მეთქი სადღაც და რაღაცა მიჯაჭულობები აქ მეთქი და კიო გავიგეო მეცო რომ თურმე თამაშზე მიჯაჭველი ყოფილაო რა და ესეთი რაღაცა ჩვენთან ეშმაკის არქეტიპი ან ეს არკანი აჩვენებს ამას და როგორ რაღაც იყო იცით აქ საინტერესო ზუსტად აი ახლა როდესაც აი ამ მიჯაჭულობებზე ლაპარაკობთ ხო
ხალებს შეიძლება ქონდეთ ადიქცია, ანუ ადიქცია არის მერვე სახლის, მორიელის, პლუტონის, შეიძლება ადიქცია ქონდეს აკრძალულზე, აი მაგალითად, ზუსტად ისეთ ტიპზე გაჭედონ, რომელსაც არ უნდა, მაგალითად, მერვე სახლის ლილიტები ისეთ ვიღაცას ან დარქისკენ მიდიან ეგრევე რა, აი რაღაცა ბნელი და არც ნაბერში რატო არის ეს, რომ რაღაც უნდა გავწმინდო. ენერგეტიკული ველი უნდა გავასუფთავო. და აი პირდაპირ ფოკუსი არის ნეგატივზე. სიამდვილეში ამ დროს რაც გინდა მოაგვარო, თითქოს ზუსტად იმისკენ მიდიხარ და მოგვარებაში იმის გაწმენდვა კი არ არის, დავინახე და გავიარეში არის და რა გაწმენდვაში, ხო? და ეს თერაპიულ პროცესში ესე ძალიან საინტერესო არის ხოლმე ამას რო ხვდებიან, ყოველთვის ესე დონეზე ჩავშლის სხვა ლილიტებს, წყლის ნიშნის ლილიტებსაც, მე მგონი ბევრისთვის საინტერესო იქნება ეს. და შემდგომ აი მეც პირადად ამას მივხვდი რა, რომ darks კი არ უნდა ვებრძოლოთ და ვინახოთ და გავიაროთ, მიხედონ თვითონ ამ darks თვითონ, ხო, შინაგანად, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. და ამ გოგოსაც აი როცა ნუ აი ამაზე ველაპარაკე, რომ აი შენ რატო გიზიდავს სიტყვაზე ესეთი ენერგიის ხალხი, ხო? აი რა ჩავსულ ვართ მე თერაპიულად, ძალიან ბევრს ქონია ეს ზუსტად, რომ აი მე სიბნელეს ხედავ. და ეგრევე სატუნზე გადიან და მე მგონია რომ პასუხისგებლობა მაქვს, რადგან ხედავ ის მოვაგვარო. ამ დროს ზუსტად ეგ არის ლიტის ფეიკი. რომ შენ შედიხარ ამ ნეგატიურ ენერგიაში და შენც ხდები ის ნეგატიური ენერგია. ეს არის ლიტის საცდური. ანუ რეალურად გაწმენდვა კი არა, ჩათრევა ხდება. და ძალიან ბევრს ქონია ეს, რომ ვიღაცის ნეგატივს ცხოვრობენ, ამ თვითონაც ცხოვრობენ თავიანთ ნეგატივს, თავიანთ ტრაუმებს, თავიანთ შიშებს, მაგალითად და ეს პრობლემა არის სადღაც. ხო ეს პოლუსები არის, მოძალადე მსხვერპლის პოლუსები არის. აი ორივე ამ სცენარიდან უნდა გამოვიდნენ. მაგალითად, მყავს ერთი ასაკოვანი ქალი, რომელიც ტოქსიკურ პარტნიორთან არის წლებია, არც მოდის, მაგრამ ამაყად იტანჯება ამ ურთიერთობაში, ხო? და მთელ აი ამ ნეგატიურ ენერგეტიკულ ველს ცხოვრობს და ძალიან დრამაში არის. და საბოლოო ჯამში შეიძლება მას მგონია რომ ზუსტად აქ არის მისი ფუნქცია რომ დაიტანჯოს. ხო ზოგჯერ ეს პირიქით ეს არის აი მსხვერპლის ან დრამის მოთხოვნილება შინაგანი, ხო? ან ვიღაცას თუ წმინდავ და მე ჩამითრევს ვიღაცა მაგალითად ახაც მგონია რომ ეს ჩემ ფუნქცია არ, მაგრამ ლიტი ყოველთვის ფეიკი არის. არ არის ეს მათი ფუნქცია მაგალითად, არ არის მძიმე ადამიანებთან ლიტი მორიელის ფუნქცია იმუშაოს. შეიძლება იმუშაოს ადამიანთან, რომელიც აი უკვე მზად არის და უნდა ამოვიდეს. და საერთოდ ზოგადად მუშაობა მხოლოდ ესეთ ხალხთან შეიძლება მეუღლე იქნება, შვილი იქნება, უნდა დაეხმარე, არ უნდა და ძალიან ერთი მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ აქ, რომ ზუსტად ეს რომ მithქვამს, აი რაც მეუბნებიან, ის ძალიან ძლიერი ენერგეტიკის არის, ის არ იცვლება. ძლიერი ენერგეტიკის კი არა, სუსტი არის მეთქი, ზუსტად რა ის ვერ იღებს გაკვეთილებს. და შენ გონია რომ ის ძლიერი არის, იმიტომ რომ ვერ იმორჩილებ ხო ლიტი მორიელის თემა, რომ მე უნდა ვაკონტროლო სიტუაცია. და მე მივხვდა რომ მე ის ძლიერი მეგონა და სინამდვილეში სუსტი არის ხა ადამიანი, რომელიც არავის არ უსმენს, არავის არ ითვალისწინებს, თავის ენერგეტიკაზე არ მუშაობს, ის სუსტი არის, ხო? ახლა ჯიუტად ვიღაცა თუ დგას თავის აზრზე, ის სუსტი არის. და აქ ეშლებათ ხოლმე ზოგჯერ ამ ლილიტის ხალხს, ხო? ძალა გონიათ აი ლიტის ხაზზე ჩავწერე წინაზე. ძალა უფლების განდიდება, რომ აი ვისაც ძალა უფლება, ის არის მაგარი. და სიამდვილეში არის სწორად ძალა უფლების თემა საერთოდ და ლიტ მორიელსაც ძალა უფლება მაგალითად გავლენა აი ენერგეტიკულად ძლიერია, ვისაც ვერ მოვდრიკავ, ან ვისაც ვერ შევცვლი და ზუსტად სუსტი არის, თორე ახლა ჩემთან შეიძლება ერთმა ძაღლმაც კი შემცვალა, კაცო ძაღლი ავიყვანე და საერთოდ სხვა ჰორიზონტები გამიხსნა და ცხოველებს საერთოდ სხვანაირად შევხედე, ხო? აი უბრალოდ თავისვით დაბუნცულობდა და იმხელა ტრანსფორმაცია მომიტანა ამან და ახლა ადამიანი რო გიყიჟინება და თან შეიძლება რაღაც ჭკუა მოეკითხება და შენ არ უსმენ, აქ ძლიერი კი არა ხარ, ყველაზე სუსტი ხარ და ესეთი ხარ, ხო? ამიტომ მანდაც პრიორიტეტები არის შესაძლებელი, აი სულ საკუთარი გამოცდილებითაც გიყვებით ძალიან ბევრ ამას, აი ეს ბევრი დაკარგული წლების ფასად გიყვებით ახლა ამას, რასაც გიზიარებთ და ძალიან ბევრ ადამიანთან რომ მუშაობდი და კიდევ უფრო წუნდებოდი აქ ამ ლილიტზე
და აი ამ ადიქციებზე ხო კაცები ხშირად ადიქციებში გარბიან, ამ ლილიტი ხალხი თევზური ლილიტიც არის, მაგრამ მერვე სახლი, ეს არის თვითგანადგურების ყველაზე მძიმე გამოვლენაში, თვითგანადგურების მექანიზმი. ახლა ვიღაცა იდიოტს რო იკიდებ, ბოდიშით გამოთქვისთვის, რომელიც ჩაგითრევს დავის ნეგატივში, ახლა თვითგანადგურება არის, აბა რა არის, ხო? ანუ ავტოაგრესია საკუთარი თავის მიმართ არაჰუმანური, არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება არის, რომელიც მე რო გადისწლები, მე ხდებიან რა, აქ ყველა ჩავდა ენერგია, აქ არაფერი არ მივიღე, ხო? და ლილიტმა ზუსტად ეს ის, როგორც წესი, ლილიტის ზონაში აი 40-50 წლის, 60 წლის ასაკში რომ მოდიან ხოლმე ჩემთან, იმაშინ უფრო ხდებიან, რომ ფეიკი მაცხოვრა ლილიტმა წლების განმავლობაში და ახალგაზრდები რომ მოდიან ხოლმე, აი ამას ვეუბნები, რომ ეს ფეიკი გექნება. და იქ რო არ მოხვიდე, თავიდანვე ამ პროცესში დააკვირდი, მეთქი ამ ფეიქს, ხო? სადღაც რომ მე არ ნახო ძალიან იმედგაცრუებულმა, იმიტომ რომ ლილიტი მორიელის სიტყვა იმედგაცრუება არის და რო ჩაუღრმავდნენ ხოლმე თავის ლილიტს, საბოლოო ჯამში ყველასთან აქვთ იმედგაცრუება ძალიან ხშირად, იმიტომ რომ აქ კონფლუენციის ძლიერი სურვილი არის, შერწყმის სურვილი არის, იქ ერთად განვიცადოთ, ან სიღრმეში შევიდეთ და სიღრმე კი არა, ისეთ ზედაპირულობა შეიძლება ნახო, რომ მე დაკარგო, ხო საერთოდ იმედი, თუმცა მეორეც არის მაც არგებელი იმ კუთხით, რომ თითქოს თავდაცვაც არის, რომ თან ეშინიათ ესე ზედმეტად ახლოს ვინმე მოვიდეს ენერგეტიკულ დონეზე მათთან. ესეც არის. ყველაზე ნეგატიური გამოვლინება მერვე სახლი ლილიტების, ეს არის სერიოზული, აი როგორ გითხრა, აი ცუდ ადამიანს რო ეძახა, პირობითად რო ავიღოთ, ხო? ახლა სიამბის ტრამვირებული ადამიანია, მაგრამ აი ცუდი ადამიანი რო ვიძახეთ ხოლმე, კაცებში ხშირად ან ადიქცია არის, ან სექსუალური გარყვნილება ბჭყალებში ვამბობ, აქაც აი საზოგადოებრივი ენით, თუმცა რეალურად ეგრეც არის. აი როგორ გარყვნილებაზე შეიძლება, იცით, და სიბინძურესთან წავიდეთ, ორი ლილიტი ყავს სექსუალურ სიბინძურეს რო განასახიერებს, ლილიტი ქალწული და ლილიტი მორიელი, პირველ დონეს გულისხმობ აქ ოღონდ. ან მეორე პოლუსი არის, საერთოდ რო კეტავენ ამ ენერგიას და ან ქალწულის ენერგეტიკა, პირდაპირ ქალწულებივით რო ცხოვრობენ, რომ ეს სუფთა ვარ და მე ისეთი ვარ და ლილიტი მორიელიც რომ მე სხვის ენერგიას არ გავიკარებ თემაში არიან, პირველი დონე შეიძლება იყოს და არის მესამე დონე, როცა შუალედში არიან რა, ანუ აქ ორივე და ასე თუ ისე აბალანსებენ. მაგრამ პირველი დონე შეიძლება იყოს კაცებთან განსაკუთრებით სექსუალურ კუთხით გარყვნილებისკენ მიდრეკილება, ან ზოგჯერ პირიქით კაცებსაც შეიძლება ქონდეს. ახლა მე უკვე ასტროლოგიურად გიყვებით, რაც წერია, ხო? თორე არ ქონია ესეთი ამ სახის კონსულტაციები. შეიძლება ქონდეთ პირიქით სექსუალური ენერგიის საერთო დაბლოკვა. სხვა შეს მეხუთე სახლი ლილიტსაც ახასიათებს ვითომე ეს ჰიპერსექსუალურობა ან პირიქით, მაგრამ აქ ან ფინანსებს არ ტყამს ხოლმე, ან პოტენციის პრობლემები კაცებში, ეგ უკვე ჯანმრთელობის კუთხით გამოვლინდეს, ქალებთან გინეკოლოგიური პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს, მორიელი პლუტონი მერვე სახლი ნებისმიერი კუთხით. ხშირად შეიძლება ქალებს ქონდეთ სერიოზული გინეკოლოგიური პრობლემები, რეპროდუქციული სისტემის პრობლემები, ქალურ პრობლემებს რო ეძახიან ხოლმე, კაცებთან პირიქით კაცურ პრობლემებს რო ეძახიან, ეს ძალიან აქტიურად, იმიტომ რომ მეორე ჩაკრა არის დაბლოკილი ფაქტიურად, რომელიც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, ხო? უსაფრთხოება, სექსუალური ენერგია ჩვენთან, სიცოცხლის ენერგია, ეს მეორე ჩაკრა არის ენერგეტიკული ცენტრი და მან დარტყამს ლილიტი ყველაზე მეტად და დაბლოკვა არის ზუსტად მაგიტომ რომ შეიძლება აი ეს ბოლომდე ნდობას რო ვამბობთ, იმიტომ რომ ძალიან ჰიპერ არის, ანუ ლილიტს რა ახასიათებს, იცით? მე ვიყავი სხვათა შორის ადრე დაივინგზე ჩავყვინთე და აი ძალიან ღრმად რო იყურები რა და აი მანდ იყო ზუსტად ლილიტი მორიელის ეს დავინახე, რომ უყურებ უძირო სივრცეს, აი წყალში, აი უკვე შავდება და ხედა რაღაცა უკუნს და აი გავგონებული რო უყურებ, რომ ნეტა იქ რა ხდება მეთქი და ეს არქეტიპი ზოგადად ლილიტი მორიელის არის, აი ესე გგონია რომ აქ რომ შეხვალ დაიკარგები, ანუ ეს არის უძირო. ანუ ლილიტის ენერგია არის ესეთი, რომ ზუსტად ლილიტი მორიელი რო ჩაყვინთო ოკეანეში, სხვათა შორის წყვილა არ იყო ტიტანიკი რო ვინც გადაიღო რო ჩაყვინთა ტიტანიკთან 11 კილომეტრზე ეს ლილიტი მორიელის
არქეტიპი არის მადრის მოგიყევით ვიდეოში, მან ფაქტიურად თავის ლილიტის ენერგია აი სიღრმეში ჩაყვინთვა, განახორციელა და ეს შეიძლება სიღრმეში ჩაყვინთვა ენერგეტიკულადაც იყოს, ფსიქოლოგიურადაც იყოს და აი სხვის ენერგეტიკასთანაც ესე უნდათ, ბოლომდე უნდათ, არის ორი კატეგორია თუნდაც სექსუალურ ენერგიაში, ბოლომდე უნდა შთანთქას პარტნიორი სექსუალურად, მერვე სახლი ლილიტის მსგავსი არის, პლუტონიც ეგრე არის და აი აქ შეიძლება ზუსტად ამის შიში იყოს, შთანთქმის შიში, თან შთანთქმის სურვილი არის, თან შთანთქმის შიში არის და აქ შეიძლება გქონდეთ ან არასექსუალურობა, საერთოდ გაყინვა, ან პირიქით, რომ აი ვერ ვიღებ იმ შთანთქმას ბოლომდე, მაინც არ მყოფნის, ხო? კუროში გადადიან გაუმაძღრობას რო ვეძახით, ხო, სადღაც, ხო? ანუ ეს ცენტრი არის დარღვეული, იმიტომ რომ ლილიტმა იცის ან ყველაფერი, ან არაფერი. ლილიტ მორიელმა თვითონ, აი ძალიან ღრმად გიშლით ახლა ესე დეტალებში, იმიტომ რომ ხაი როცა ინდივიდუალურ კონსულტაციაზე მოდიან იქ უკვე სხვაშიც ვისაც გააქვთ სურვილი პირად რუკაზე, ხვდებით ალბათ რა დონეზეც მუშაობ მე, ვისაც აქვს საკუთარი თავი დაინახოს ძალიან ღრმად თერაპიულად, შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ ჩემთან, მაგალითად კონსულტაციაზე ჩაეწეროთ, ვისაც ძალიან ბევრი ვისაც აქვს კონსულტაცია უკვე გავლილი და უკვე უნდათ სიღრმისეულად თავისი რუკა უკვე თერაპიულად ისწავლონ, ამისთვის ასტროსკოლა მაქვს და ახლა ნოემბერში დაახლოებით ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ვიწყებ ახალ კურსს, ორთვიან კურსს ასტროლოგიის, სადაც აი ეს სიღრმისეულად ძალიან ინტენსიური კურსი არის ეს, დაახლოებით 6 საათი მაქვს ლექციები კვირადღეობით, თერაპიულად, თლიანად, აი ესე გავდივართ ძალიან ღრმად. და ფაქტიურად ახლა ჩემ ხელში ვინც მოდის ხოლმე და ვინც გადის, ძალიან დიდ სიღრმეებში შევდივართ. აი აქ მე მგონია რომ ჩემი ლილიტის რეალიზებას ვაკეთებ სუსტად, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან ღრმად ჩავყვინთოთ და სხვების დავპატიჟოთ ამ სიღრმეში. ოღონდ ვისწავლოთ ზუსტად ისიც ბალანსიც, ხო? აი ამ ჩაყვინთვაში მაგალითად და აი მაგასაც ვცდილობ, რომ ესე რომ ჩავდივართ სიღრმეში, ხო? აი იქ რაღაცნაირად სინათლე ამოვიტანოთ ამ სიღრმიდან. აი ეს არის მთავარი, ჩემთვის მთავარი იმპულსი და სხვათა დამიჭერია ეს სინათლე. ძირითადად სულ სინათლეზე გავდივართ ხოლმე მანდ და ნამდვილად არ არის ეს სიღრმე საშიში პირიქით, ამის არ დაუნახაობა უფრო საფრთხე არის მე თუ მკითხავთ ვიდრე ამის დანახვა. ესე ჩემი ლილიტის საცდური იყო გამოცდა რომ მეგონა რომ აქ რო ჩავყვინთავდი, დავიკარგებოდი და პირიქით აქ ვიპოვე. ჩემი თავიც და ძალიან ბევრსაც ვთავაზობ ხოლმე ამ მოდელს, ამ სისტემას და ეს არის ჩემი აზრით ახლა ვერ ვიტყვი რომ დამუშავებ, იმდენი პრობლემები მაქვს ჩემი ლილიტის ზონაში, ზოგჯერ კიდევ უფრო საწურკვეთილი ვარ, რომ გონია რომ წინ გადადგინა ბიჭი და კიდე ბოლოში ხარ. ანუ ეგეც ოკეი არის, ეგეც ნორმა არის და არა ნელა ნაბიჯ ამოსწავლობთ და თავარი არის რომ სურვილი იყოს და ბევრი რაღაცა მუშავდება, ხო? ეს მინდოდა მეთქვა, არა მგონია რომ ეს საბოლოო იყოს, ალბათ კიდე დაუბრუნდები ამ თემას, მანამდე მინდა კიდევ წყლის ლილიტებზე შემოგთავაზოთ ესეთ სიღრმისეული ანალიზი, მერე კარგად მინდა ლილიტის ხაზეთ შემოგთავაზოთ ესეთ სიღრმისეული ანალიზი და იმედია კიდევ უფრო გააცნობიერეთ, ვისაც ეს ლილიტი ყავთ, ან არ შემოყავთ ეს ადამიანები, ხო? როგორ შეიძლება გაუგოთ, როგორ შეიძლება დაინახოთ ეს ადამიანები და იქ კიდე ცალკე არის ხოლმე იქ ამ ლილიტს კიდე რამე პლანეტა ხო არ შემოდის ასპექტირებაში, რომელ სახლში არის მაგალითად იქ მე უკვე დეტალებში ჩაშლახდება, ხო? აქ მარტო ჯერ ნიშანზე ვლაპარაკობ და ძირითადად ამას კიდე სხვა პლანეტებიც თუ არის, იმას ვადებთ ხოლმე. მოკლედ ეს მინდოდა თქვენთვის მომეყოლა, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის. ველოდები ხოლმე კომენტარებს, იქნებ რომ გააქტიურდეს ეს YouTube არხი, იმ კუთხით რომ ვისაც საინტერესოს ესეთი ინფორმაციები შემოგვიერთდნენ და ძალიან ვერ წარმატებებს გისურვებთ დროებით.